იყო და არა იყო რა. იყო სამი ძმა. ერთხელ შებინდებისას მიხოულ-მოხოულ გზაზე მიდიოდნენ. უეცრად ძმები დიდ მდინარეს მიადგნენ, რომელზეც გადასხვა მეტად სახიფათო იყო. სამივე ძმა განსწავლული იყო ჯადოსნობაში. ჯოხები აიქნიეს და ხიდი აღმართეს. გადასხვა რომ დააპირეს. ხიდზე მანტია მოსხმული კაცი დაინახეს. ეს სიკვდილი იყო, რომელიც თავს მოტყუებულად გრძნობდა. რადგან როგორც წესი ყველა მოგზაური ამ მდინარეში ირჩებოდა. სიკვდილი მეტად ძლიერი იყო. ძმებს უთხრა, რომ მათი ჯადოქრობით განცვიფდა და ამის გამო თითოეულ მათგანს რაიმეთი დაასაჩუქრებდა. უფროსმა ძმამ ყველაზე ძლევამოსილი ჯოხის თხოვა. სიკვდილმა იქვე ახლოს მდგარი ანწლის ბუჩქისგან ჯოხი გამოუთალა და უსახსოვრა. შუათანა ძმამ გადაწყვიტა სიკვდილი კიდევ უფრო დაემცირებინა და ისეთი ძალას თხოვა, რომ საყვარელი ადამიანები მკვდრეთით აღედგინა. სიკვდილმა მდინარიდან ქვა ამოიღო და შუათანა ძმას აჩუქა. ჯერი უმცროს ძმაზე მიდგა. იგი მეტად თავმდაბალი კაცი გახლდათ და ისეთი ნივთი ითხოვა, რომელიც სიკვდილისგან დაიცავდა. სიკვდილმა მას საკუთარი უჩინ-მაჩინის მოსასხამი უსახსოვრა. უფროსი ძმა შორეული სოფლისკენ გაემართა და ანწლის ჯოხით სიცოცხლეს გამოასალმა ჯადოქარი, რომელთანაც დიდი ხნის მტრობა აკავშირებდა. ანწლის ჯოხის ძლევამოსილებით დაბრმავებული, განუწყვეტლივ თავის უძლეველობაზე ტრაბახობდა. იმავე ღამით სხვა ჯადოქარმა ჯოხი მოიპარა და ყელი გამოჭრა. ასე ჩაიგდო ხელში სიკვდილმა პირველი ძმა. შუათანა ძმა სახლში დაბრუნდა. ქვა ხელში სამგზის შემოატრიალა და მკვდრეთით გარდაცვლილი სატრფო აღადგინა. ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. მალე გოგომ მოიწყინა და შესცივდა, რადგან ცოცხალთა სამყაროში მისი ადგილი არ იყო. სევდისგან დატანჯულმა შუათანა ძმამ თავი მოიკლო და სატრფოს შეუერთდა. ასე წაიყვანა სიკვდილმა მეორე ძმა. მესამე ძმა სიკვდილი მრავალი წელი ეძებდა, მაგრამ ვერსად პოულობდა. როდესაც უმცროსი ძმა მეტად მოხცავანი გახდა, უჩინ-მაჩინის მოსასხამი მოიხსნა და თავის შვილს გადასცა. შემდეგ ის სიხარულით შეეგება სიკვდილს და ამ ქვეყნიდან ღირსეულად წავიდა. ეს გახლავთ სიკვდილის საჩუქრები.